ჩემო საყვარელო ჟიური, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან სტუმრად იმყოფება იოანე ტაბატაძე. შევეგებოთ, ტაში თუ შეიძლება. მოგვეტაში იყო. ვაა. 13 წლის იოანე. გამარჯობა იო. გამარჯობა. როგორ ახარ? არა თქვენ? მეც კარგად, მადლობა. იოანე, თქვენ ცნობილი კაცი ხართ უკვე. დიახ. აქ ხშირად მოდიხარ თქვენს, თქვენი დედმამიშვილებიც და შემდეგ. რამდენი ლარის მოგებას აპირებ მითხარი გულწრფელად? ჯერჯერობით 200. 200? არა გაქვთ დიდი ხუმრობები, ბევრი ხუმრობები? შეავსეთ, იოანე? კარგად თუ ისეთ? კარგად შევსებული წაიკითხეთ. აბა ვნახავ. რომელი ჟიურის წევრის იმედი გაქვთ და სამი ვესი და მე უწერია იმიტო, ძახილის ნიშნით. აღარ მკითხოთ არაფერი. აღარ უნდა. იმიზა. იმიტო. კი ბატონო, კიდე? ტაბატაძე ბოღროჭუკი? ბოღრუჯუკი. ბოღროჭუკი. ბოღრუ. ეს არის დაწერია. ბოღრუჯუკი. ზედმეტსახელი, ხო? რას ნიშნავს? ჭუკი გასაგებია და ბოღრუ რას ნიშნავს? არ ვიცითო. არ იცის ასე შეარქვეს და რაღაც. ჯუკი თუ ჭუკი? ჭუკი? ჭუკო. ბოტასები უნდა ავაგდო. ბოტასები. რა უნდა ეგრაო, ავაგდო, ხო? ბოტასები უნდა ავაგდო. ბოტასებს 200 ლარად იყიდ. ძალიან კარგი. იოანე, დავიწყოთ? შესავალი მინდა. ეხლა მოგიყვებით კაცენა მოიგეს სტილში გაკეთებულ ანდასებს. თამაშობს იოანე ტაბატაძე 50 ლარზე ჯერჯერობით 1, 2 და 3. ყობა თხარაო, მალხაზი გამოთხარაო. კარგი ლალის ხიმომფინარიაო, მოკლე ანდაზა. მალხაზი ჩაინიკაზე ხტისო. მალხაზას გასცემ შენია, ყობა დაკარფულიაო. მალხაზას ჭირი, ყობეს ჩხირიო. კარგი იყო. 50 ლარი მოიგე. მალხაზი ჭირი, ყობეს ჩხირი. თუ ის წინა. არა, ხოდო ვერ. წინა ვერ დაი. არა, ეგე. 50 ლარი მოიგო. 50 ლარი მოიგო. ძალიან კარგი. მე უნდა გკითხოთ, მაინც აგძელებ ჩვეულებრივად 200 ლარამდე, ხო? ძალიან კარგი. მოემზადო ჟიური. თამაშობს იოანე 100 ლარზე 1, 2 და 3. ლალის მოტანილს, ლალი წაიღებსო. მალხაზის სიცილი მწამს, ყობას ახე მაკვირვებსო. ყობას რათ უნდა სიცილი, მახუა სულ მომღიმარი. ჩაინიკას ღიმილი, რომ გააგდებინო, ეგეც საქმეაო. კარგი ყობა მალხაზ არ დაირტყავს. კარგი იყო იოანე. ძალიან კარგი. ყობა მალხაზ არ დაირტყავს. მოკლედ 100 ლარი მოიგე. რაღაც საინტერესოა რა. კი. ახალია რაღაც. მიმდინარეობა საინტერესოა, ოღონდ მე გამეორდა. კარგი მიმდინარეობა აქვს. საერთოდ ყობაზე აწყობილი მიმდინარეობები ყველა კარგი გამოდის, კაი. მალხაზეც არანაკლები. ამაშია კითხრა. 100 ლარი მოიგე. დიახ. აგძელებთ? დიახ. იგივე რუბრიკაა? ძალიან კარგი. მოემზადო ჟიური. თამაში არის 200 ლარზე 1, 2 და 3. გაჭირვებული ყობა მაჩვენე, გაქცეულ ყობას მახოს გაჩვენებო. სურა ბჭობდა, კოტე იცინოდაო. ყობა რომ გადაბრუნდება, ლალი და მალხაზი მერე გამოჩნდებაო. კარგი იყო! 200 ლარი. აი ეს ლაფდა კარგი. კარგი იყო მართლა. 200 ლარი. და ბრუნდი გამოჩნდნენ. ესე იგი, კოტე. კარგი. მიმართავ ჩვენს უნიჭიერეს რეჟისორს, რომელიც ხალხო მინდა გითხრათ, რომ მართლა ღმერთი კი არ არის, ზემოდან რო ვიყურებით ჩვენ და ესე კოტეც გამოჩნდა და ვახსენებთ. საიდან იცოდით თქვენ კოტეს? მე ღმერთებს ვეძახი. ჩიტმა მიუტანა ამბავ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მინდა უთხრა თქვენ საყვარელ ოჯახს. იმიტომ რომ გადასარევი ოჯახი გყავთ თქვენ. როგორ დიდი? დედაც, მამაც აქ მობრძანებულები იყვნენ და ჩვენმა ტელემაყურებელმა იცის, თქვენი ძმა იყო წინა გადაცემაში მობრძანებული და კარგი ხალხი. მადლობა ძალიან. ვემსახურებით იუმორს და ჩვენს ქვეყანას. დაიხარეთ. მადლობა მობრძანებით. მადლობა. გააცილოთ ტაში. მადლობა შენ. ძალიან დიდი მადლობა ამ გადაცემას და ყველა სულს მოვიდეს ამ გადაცემაში და მოიფიქროს.